მოგესალმებით მეგობრებო, მოდით ვნახოთ ჩვენ ახლა რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ ახლო მომავალში. რატომღაც გამიჩნდა სურვილი რომ ასეთი თემით გამეკეთებინა თქვენთვის საჯარო გაშლა და მოდით ვნახოთ. ორ ვარიანტიანი გაშლა გვექნება. პირველი ვარიანტი რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ და მეორე ვარიანტი რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ. პირველი ვარიანტი ასეთი ქვა და მეორე ვარიანტი ასეთი ქვა. ხო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში. აირჩიეთ ვარიანტები, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ კიდევაც. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. რა მოულოდნელი ცვლილებები ახლოვდება თქვენს რეალობაში და ეს არის ფორტუნას ბორბალი. პირდაპირ უფროსი არკანი ამოვიდა და ნახეთ აქ რა არსებები არის გამოსახული. ფარშევანგი, გველი, თავიდან სხვათა შორის გედი მეგონა. აქ მე ვხედავ ძალიან მძლავრ ტრანსფორმაციას და თანაც საკმაოდ უცაბედს. ეს იქნება საბედისწერო, მაგრამ ამავდროულად ძალიან მოულოდნელი მოვლენა. თითქოს უცაბედად ყველაფერი გადატრიალდება და სრულიად სხვა მიმართულებით წარიმართება თქვენს რეალობაში. მოდით დავამატოთ არკანები, თუმცა კონკრეტულად ამ არკანში მე ვხედავ ბრძოლას საკუთარ თავთან, საკუთარ ორ ფსიქოტიპთან. ნახოთ აბა, რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება პირველ ვარიანტს, რას ეხება ეს ფორტუნას ბორბალი, პენტაკლების ორიანს, პენტაკლების ცხრიანს, ფინანსურ მდგომარეობას ეხება მეგობრებო, იმპერატორი ქალი, ხმლების რაინდი. ნახეთ, ფინანსების თვალსაზრისით გელოდებათ რაღაც ძალიან მძლავრი და საბედისწერო ცვლილებები. სხვათა შორის არ გამოვრიცხავ იმასაც კი, რომ შეიძლება უცაბედად რაღაც ეგრეთ წოდებული კუში დაგეცეთ თავში, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს. ვისაც გიყვართ ლოტარეის ბილეთების ყიდვა, ან რაღაც მსგავსი, მინდა გითხრათ, რომ აქ შეიძლება ნამდვილად რეზონირდეს ისე როგორც ამ კუთხით მიიღოთ რაღაც უცაბედი წარმატება, უცაბედი ფინანსური მოგება. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ასეთ რაღაცებს უშუალოდ რაც ეხება კაზინოებს და მსგავს რაღაცებს ასე თუ ისე ვეწინააღმდეგები, იმიტომ რომ ადამიანების უმეტესობა დამოკიდებული ხდება, რა თქმა უნდა, ასეთ რაღაცეებზე. მაგრამ რაღაც პატარ-პატარა რაღაცებს თუ აკეთებთ ხოლმე, მაგალითად დროთა დრო ლოტარეის ბილეთს ყიდულობთ ხოლმე, ან რაღაც მსგავს, ამაში რა თქმა უნდა ცუდი არაფერი არ არის და ამ კუთხით შეიძლება იყოს რაღაც მოულოდნელი საბედისწერო ცვლილებები. თუმცა უმეტესობასთან აქ რეზონირდება სრულიად სხვა თვალსაზრისით, უმეტესობასთან აქ რეზონირდება როგორც ცვლილებები რაღაც შინაგანი კუთხით, თითქოს ეს ცვლილებები მოხდება ერთის მხრივ თქვენში, თქვენ გადაწყვეტთ, რომ აღარ ღირს საკუთარ თავთან ბრძოლა, აღარ ღირს საკუთარ თავთან შეწინააღმდეგება რაღაც კუთხით, რაღაც არის ეს სასიამოვნო სცენარს, რაც თქვენ პირადად არ მოგწონთ საკუთარ თავში, იმას შეძლებთ რომ მიიღოთ და ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენივე საქმიანობა, თქვენივე პროფესია, თქვენივე რეალობა გახადოთ ბევრად უფრო ნაყოფიერი. სხვათა შორის აქ დიდი შანსია შემოვიდეს თქვენს რეალობაში ახალი საქმიანობა, ახალი ინტერესი, ახალი ბიზნესიც კი თქვენ წარმოიდგინეთ. და აშკარად ხედავ იმასაც, რომ თქვენ სამყარო უკვე ამასთან დაკავშირებით გაძლევთ ან გაძლევდათ რაღაც გარკვეულ ნიშნებს. ჩანს ასევე კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული ხმლების რაინდი, რომელიც ითამაშებს რაღაც გარკვეულ როლს თქვენს რეალობაში ამ კუთხით. თითქოს ეს არის პიროვნება, რომელთანაც ახლა გაქვთ ან ცივი კომუნიკაცია, ან უხეში კომუნიკაცია, ან შეიძლება სულაც ნაჩხუბრები იყოთ, ან რაღაც არ გსიამოვნებთ თქვენ და ამ პიროვნებას ერთმანეთში.
და ეს ადამიანი რაღაც ძალიან საბედისწერო როლს ითამაშებს გააზრებულად თუ გაუაზრებლად და იცოდეთ რომ ძალიან საბედისწერო ცვლილებები ახლოვდება თქვენს კარიერასა და ფინანსებში. ჯერ ხომ თქვენი ფინანსები და კარიერა ხდება ბევრად უფრო ნაყოფიერი და მძლავრი. პლუს ამასთან ერთად მოდის რაღაც სრულიად ახალი ენერგიები. არა უბრალოდ განახლება და არა უბრალოდ არ ვიცი მაგალითად კლიენტები მოგემატათ ან რაღაც მსგავსი, არამედ სრულიად ახალი მიმართულებით წასვლა. დავამატოთ არკანები. პირველი ვარიანტი არკანის სამყარო. მეგობრებო, ფარშევანგები და გედები მოდის ძალიან ბევრი. ნახეთ აქ ლომიც ყავს. რადგანაც საჯარო გაშლა არის, ამიტომაც ასე პირდაპირ ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ ეს საჯარო გაშლა თქვენ უნდა მოგესმინათ. ეს საჯარო გაშლა ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენთვის, დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე, როდესაც გადაწყვეტეთ რომ ეს ვიდეო ჩაგერთოთ. იმიტომ რომ ძალიან მალე თქვენი რეალობა და თქვენი სამყარო სრულიად გადატრიალდება და სრულიად სხვანაირი გახდება. სრულიად სხვანაირი გავიმეორებ. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, სიტყვებიც კი არ მყოფნის იმისათვის, რომ უფრო დაწვრილებით ავღწერო ვისთან რა და როგორ მოხდება. იმდენად განსხვავებული სიტუაციები არის, იმდენად საინტერესო და სიღრმისეული იყო ბევრთან. და მეორე ვარიანტი, არკანი თასების ტუზი. აქ მოდის განახლებული ენერგიები სასიყვარულო ასპექტით, მაგალითად აქ შეიძლება იყოს ახალი პიროვნება, ახალი სასიყვარულო ურთიერთობები, ახალი ინტერესის ობიექტი, ხო? პიროვნების სახით, რა თქმა უნდა. ასევე, რა თქმა უნდა, იმასაც კი არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ახალი ინტერესი გაგიჩნდეთ, რაღაც ახალი ჰობი. შესაძლოა ვიღაცისთვის ისეც კი რეზონირდეს, რომ ახალი შინაური ცხოველი, რატომაც არა. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა ელოდება, რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება მეორე ვარიანტს. ერთი არკანი თავისით ამოგვიხტა და აუცილებლად ვნახავთ მასაც. კვერთხების 7-იანი ამოხტა მეგობრებო და ორი დამატებული არკანი. განდეგილი და თასების 2-იანი. აქ მე ვხედავ ასეთ პროცესებს, სადაც თქვენ აშკარად ებრძვით საკუთარ თავს, ებრძვით რეალობას, თითქოს მუდმივად რაღაც ისეთ ენერგიებში ხართ, სადაც ვიღაცას რაღაც უნდა უმტკიცოთ, სადაც ხედავთ ზედმეტად ბევრ წინააღმდეგობას, ვიდრე რეალობასაც კი შეიძლება შეესაბამებოდეს თქვენ წარმოიდგინეთ და ნახეთ, ამოვიდა არკანი განდეგილი და არკანი თასების 2-იანი. პირველ რიგში აქ მოდის თვითშესწავლითი ენერგიები, მოულოდნელი ცვლილებები მოდის ამ კუთხით, ანუ თქვენ გექნებათ იმის საშუალება, იმის შანსი, რომ საკუთარ თავთან მარტოობაში რაღაც სრულიად ახალი გადახარშოთ, რაღაც სრულიად ახალი ისწავლოთ, შესაძლოა სხვათა შორის აქ რაღაც არჩევნის წინაშედაც კი იდგეთ ორ ადამიანს შორის, ზოგი თქვენგანი, ამასაც კი არ გამოვრიცხავდი, თუმცა უმეტესობასთან რა თქმა უნდა ასეთი რეალობა საერთოდ არ ჩანს და რა კუთხით მოდის მოულოდნელი ცვლილებები. გავიმეორებ, აქ მოდის საკუთარი თავის შესწავლა, საკუთარ თავში მეტი ჩაღრმავება, თქვენ მიხვდებით რეალურად თქვენ რა გინდათ ურთიერთობებისგან, ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობებს, ზოგადად ურთიერთობებისგან რა გინდათ, ამას მეტად დაამოღამებთ, ხო? მე ჟარგონს გამოვიყენებ. და აქ მოდის თქვენ წარმოიდგინეთ და თქვენთვის სასიამოვნო კომუნიკაციები, ახალი ადამიანის გაცნობაც შეიძლება იყოს, ან ძველი ადამიანის უფრო კარგად შეცნობა რაღაც ძალიან სასიამოვნო და თბილი კომუნიკაციით. და ნახეთ, დასტის ძირზე მაქვს, რა თქმა უნდა, თასების 9-იანი. ენერგეტიკულად ახსავსე იქნებით, მეგობრებო. დავამატოთ კიდევ არკანები და ვნახოთ, რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება მეორე ვარიანტს, უფრო გცლად ვნახოთ. კონკრეტული პენტაკლების მეფე მოდის თქვენს რეალობაში, ვიღაცისთვის ეს არის უკვე ამჟამინდელი პარტნიორი, რომელთანაც აქ იქნება რაღაც ძალიან სასიამოვნო, ძალიან გულწრფელი საუბრები,
სადაც იგრძნობთ აუცილებლად ამ ადამიანის მხრიდან რაღაც გარკვეულ დაცულობას, გვერდში დგომას, მაგრამ ბევრთან, რა თქმა უნდა, ეს იქნება ახალი პიროვნებაც, ახალი ადამიანიც. და პენტაკლების მეფე. პენტაკლების მეფე თქვენს რეალობაში რაღაც ახალ ფინანსურ ენერგიასაც შემოიტანს, ანუ აქ შეიძლება იყოს საჩუქრები, ან რაღაც მსგავსი მოულოდნელი, ხმლების 7-იანი. აქ პროვოკაციები იქნება, მეგობრებო, ძალიან ბევრი ცდუნებები იქნება თქვენს რეალობაში, მეორე ვარიანტი. თითქოს კონკრეტული ადამიანები ეცდებიან, რომ გაცდუნონ და რაღაც არცე სწორ გზაზე წაგიყვანონ. გულისხმობ იმას, რომ ეცდებიან რაღაც წაგართვან, რაღაც მოიპარონ თქვენგან ენერგეტიკულ დონეზე, შეიძლება ისედაც კი. და მოდით ვიქნები მაქსიმალურად პირდაპირი იმისათვის, რომ ეს აირიდოთ, ეს ნეგატიური მოვლენა, ნუ ენდობით ადამიანებს სიტყვებს, ენდეთ მხოლოდ და მხოლოდ ქმედებებს, იმიტომ რომ სიტყვებით 1000-ჯერ მიქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველას ყველაფრის თქმა შეგვიძლია. მაგრამ ქმედებები ბევრად უფრო ხმამაღალი არის, ვიდრე სიტყვები, ამიტომაც თუნდაც ამ პენტაკლების მეფეს ნუ ენდობით სიტყვიერად, ენდეთ მხოლოდ და მხოლოდ ქმედებების შემდგომ. სულ ეს არის ძვირფასო მეგობრებო, ამაზე დაგემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.